მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე და ნათია მიქიაშვილი უძღვებით გადაცემას, რომელსაც ქვია სუბიექტური აზრი, გამარჯვენად. საღამოშიდობისა, მაყურებელსაც მოგესალმებით, როგორ ხარ? რა არის, აბა რაღაც ძალიან ბევრი რაღაცები გაქვს. არა, არც ისე ბევრი არ ხდება, უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მე მაინც მგონია დღეს არის ის, რომ მერი ზედამხედველობის სამსახურმა პრესის გამავრცელებელ კომპანიებს პლანეტა ფორტესა და მაცნეს საკუთარი ჯიხურების ასაღებად ორდღიანი ვადა მისცა. ამასთან დაკავშირებით არის მოტივირებენ. მე რამდენად ვიცი დიდი სკანდალია ამაზე. დიდი სკანდალია კი ამაზე ატეხილი. რეზონანსის რედაქტორი და ზოგადად პეჭტური გამომცემლების რედაქტორები საუბრობენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, გაერთიანდნენ და რაღაცნაირად ერთად მოახერხონ იმის გაკეთება, რომ პრესის გავრცელებას არ შეექმნას საფრთხე. უჩევიდან დევნიან გაზეთებს, ხო? ხო, საბოლოო ჯამში აქამდე მივდივართ. ვიფოს ტელემაყურებელო, ვინც ნამყოფია მსოფლიოს ერთადერთი ვინც ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს 24 საათის თავი რედაქტორი პაატა ვეშაბიძე. პაატა ვეშაბიძე არც ფოტოგრაფების საქმეში იყო სოლიდარული ჟურნალისტებთან, მახსოვს გადაცემა გავაკეთეს ამაზე და კითხე პაატა ვეშაბიძეს და თქვა, რომ ბევრი საერთო რაღაცა ხდება იქ. ვინც არის ნამყოფი მსოფლიოს დიდი ქვეყნების, ან ნებისმიერ ქვეყნის დედაქალაქებში, ან ნებისმიერ ქალაქებში, იცის რომ ყველგან, აი პარიზში მაგალითად ლონდონში, ყველგან ქუჩაში დახლებზე არის პრესა გამოფენილი. საქართველოში თბილისში ეს ხუთებიც არის, სადაც ხურდას ჩააგდო. დიახ, საქართველოში თბილისში ეს არ უნდა იყოს. გაზეთი ვერსიის რედაქტორი მაია ფურცელაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პრესის გავრცელების კონტროლით უნდა მისი დამორჩილება, რადგან სხვანაირად დამოუკიდებელ მედიას ვერ მოერია. მე არ ვარ შორს იმაზრისგან, რომ ეს მოტივი შეესაბამება სიმართლეს. ხო, იმიტომ რომ რამდენად მე ვიცი თვითონ ამ გავრცელების სამსახურის თანამშრომლებმა, მესეურებმა უთხრეს მერიას, რომ თუ დიზაინი არ მოგწონთ, ერთად შევათანხმოთ დიზაინიო ან რაღაც ბევრი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს და იქიდან უარი მიიღეს. ხო, არ ვიცი, მე გუშინას ვთქვი და განმეორდები და კიდევ ვიტყვი, რომ არ გამოვიცხადოთ, ძალიან მალე ამ პრესის ჯიხურების ადგილას 2 წუთის ტრაფიკების ობიექტების ჯიხურები გაჩნდეს, რომელიც რურულების საკუთრებაშია. კიდევ რა ხდება? კიდევ რა ხდება? ბიზნა ივანიშვილს ფეხბურთელი კახი კალაძის პროგრეს ბანკის 25%-იანი წილის შეძენა სურს. ამასთან დაკავშირებით ნოდარ ჯავახიშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ეს შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჯერჯერობით 8%-ის ფლობელია ბიზნა ივანიშვილი აღნიშნულ პროგრეს ბანკში, კი სადაც შევიდა ეროვნული ბანკი ამ მემორანდუმის გაფორმებისთანავე, რომელიც გაფორმდა კახი კალაძის ბანკსა და ბიზნა ივანიშვილის ბანკებს შორის და უკვე დღეს კახი კალაძემ გავრცელა განცხადება საკმაოდ ვრცელი, რომელიც პირდაპირ საუბრობს ხელისუფლების ზეწოლაზე, არა მხოლოდ ბანკთან დაკავშირებით, არამედ უბრალოდ როგორც ფეხბურთელი საკუთარ პოზიციას საფიქსირებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეპრესიები ივანიშვილის და კალაძის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ ხორციელდება, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უბრალოდ უნდა ამ ბანკების მუშაობის შეჩერების მიღწევა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელისუფლებას არანაირად არ აკონტროლებს, არ აწყობს უკონტროლო ბანკი, რომლიდანაც ფული მოძრავებს ხო ივანიშვილის სუგლის ამბრესა. ფეისბუქზე მქონდა საშუალება დღეს რა შესულება. ნახე ნათელაშვილის აქცია. თეთრი სახლის წინ. თეთრი სახლის წინ, კი, რაღაც საინტერესო აქცია იყო. დაუნზე დიქტატა. მინდაო? არა, ნუ ეხლა იმაზე აქცენტზე ნუ დავცინებ მაინდა. აქცენტზე არ დავცინე, სამი კაცის აქცია იყო. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დაბრუნდება შალო ნათელაშვილი, მინდა კიდევ ერთხელ გაუწოდო მეგობრობის ხელი და შევთავაზო მას ჩვენთან მოსვლა, ილაპარაკოს, დედას ფიცავართ, ოღონდ ბატონშალვა მოგძანეთ, ხმას არ ამოვიღებ მე და არც ნათი არ დასვენს ვერ კითხავს. ოღონდ თქვენ 45 წუთი ილაპარაკოს ვარ ვიძლევი. 1-2 კითხვა დავუსვი. არა, ილაპარაკოს. მარტო შალვა. მე და შალვა გავალთ ბატონო შალვა სტუდიიდან. თქვენ მარტო დაბრძანდით და ისაუბრეთ. თუნდაც ჩვენ ლანდღეზე ჩვენ სახალი არ არის, პრობლემა არ არის. ჩვენ პირდაპირ ეთერში გვაწყობთ ხოლმე. მე და ნათია მიჩვეული ვართ ამას. ოღონდ თქვენ მოდით და რამენაირად რეიტინგი გავიკეთეთ და კაგლია რეიტინგი შალვა? კაგლია რეიტინგი? არა, ნუ მე იქ როგორ რამეა, იცი რეიტინგი და კიდევ ერთი რაღაც რომ ცოტა არ არის რა. არასდროს ბევრი არის. არასდროს ბევრი არ არის. ცოტა. ხო, არასდროს ბევრი არ არის და სულ მეტი და მეტი გინდა. და ერთ-ერთი ნამდვილად სასურველი სტუმარია ყოველთვის შალვა ნათელაშვილი მაესტროს ეთერში. რაც შეეხება სხვა ახალ ამბებს, პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ნახევრად სარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ნუ არ აინტერესებს ეგ ფული წინასწარ განაწილებულია უკვე და 20-მდე ნაციონალური მოძრაობის წევრი და 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. გარდა ამისა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ექნება ძალიან. საკაცავ ნებართვას მიენიჭებენ. სპეციალურად 30 დღის ვადაში, ოღონდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ უვიზოდ დახვონ ქვეყანაში. გარდა ამისა, სკოლების დაფინანსება მცირდება, ოღონდ ფინანსთა მინისტრი. ვერ მოვიცალე დიმიტრი გვინდაძესთვის. მართლა დიმიტრი გვინდაძე. ყოფილა ჩვენი ფინანსთა მინისტრი. ფინანსთა მინისტრია, წარმოიდგინე არც კი ვიცი ვინ არის, არც სახელზე არ ვიცი და არაფერი. შალვა, ეგ შენი მინუსია. ხო და ვიცი ხო, მაგრამ არ აქტიურობს თან.
ანუ აი აქტიურად და სკოლებს შეუცირა დაფინანსება და რატო როდის ჩვენი მინისტრი? ბაინდურაშვილი რომ მოხსნეს მას. ბაინდურაშვილი. ხო, ეხლა ხანსია. ხო. ადრე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მართლა არაფერი არ ვიცი მეტი ამ ადამიანზე. გავიგებ. და აი სკოლებს შეუცირა დაფინანსება და რატო შეუცირაო და 5 წლის ბავშვების მიღება რო დაივიწყეთო სექტემბრიდან, იმიტომ. მაგას ნიშნავს ანუ. არ ვიცი, ეს არგუმენტი ეს არა. არ ვიცი. კარგია რომ ჩვენ ბოლო-ბოლო იმას მაინც ამბობს რომ 2012 წელს საქართველოს ფინანსურად წელში გამართული ხდება. ოღონდ მე ვერ გავიგე რა იცი თუ აქამდე ივანიშვილი იყო ჩვენი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ანუ შემადგენელი ნაწილი თავის ფინანსური სახსრებით. არ ვიცი 2015-ში რა ხდება, ამაზე არ ამბობს? ამაზე მიშელ ლაპარაკობს ხომ გვინდა 2015-ში საერთოდ ყველაფერი იქნება. გარდა ამისა, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იყიდება ჩემო კარგო. თუ დაიმუდარო გაგი, ვიყიდო. 7 წლის განმავლობაში ვალდებული იქნება ინვესტორი შეუნარჩუნოს პროფილით, კი, ერთი თვის ვადაში უნდა ამუშავოს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო რომელი? ლუბლიანაზე, დიემოს მასივში რომელიც. ისა, ხო. კი. ფასი არის 1,700,000 ლარი. მართლა? მეტი არა? ამ ჩენობის ყველაფრის? ხო. არა, ეგეთ ხო აუქციონის საწყისი ფასია. და შეგონი მეც გადაიხდეს ვინმე? ანუ რამდენი შენ მოიცე რის ილუზია გაქვს რომ რამდენი ადამიანი ეგ არის $1,000,000. რამდენი სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას აუქციონში რომელიც გაიმართება? ძალიან დიდი საავადმყოფო არის, მე ესე ერთი წამი მე მაინტერესებს შენ რის ილუზია გაქვს რომ რამდენი სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას აუქციონში რომელსაც არა მაქსიმუმ 2 ან შეიძლება ერთი გამოჩნდეს. ხო, 3-4 მილიონი და პირობას გაძლევ 1,700,000 ერთ ლარად გაიყიდება. ნახოთ აბა. აუცილებლად ასე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. იმდენჯერ ისე ვისწავლე უკვე ამათი ტენდერები. და მე აუქციონებზე გაყიდული შენობების ის რომ გამოვრიცხავ რომ რამე სხვა ფასად გაიყიდოს, საინტერესოა. მომსახურე პერსონალს მაგალითად ერთი თვის ვადაში ავალდებულებენ ინვესტორს რომ ამუშაოს იქ. ერთი თვე, მეტი არა. მეტი არა. და სად მიდის ეს ეკნები და ექტნები სტაფი არ ვიცი? სად მიდის ანუ? ერთ თვეში სად წავდა? წარმოგიდგენ არ მაქვს. ხურავენ საავადმყოფოს? საავადმყოფოს არ ხურავენ, 7 წელი უნდა ამუშაოს პროფილით, მაგრამ ექიმები და ექტნები, ანუ ვალდებულება, რომელიც ინვესტორს დაეკისრება. ხო, ერთი თვის განმავლობაში ყველა ის ექიმი და ექტანი, რომელიც აქამდე მუშაობდა, უნდა ამუშაოს ერთი თვე. მე ამით რას უზამენ, კაცმა არ იცის. ანუ ჰაერში რჩებიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. გარდა ამისა, ქრისტიან-დემოკრატების აზრით მათ მიმართ ნეგატიურად არა ივანიშვილი, არამედ მისი გარემოცვის წევრები არიან განწყობილები და ქლევა მეფხოძე აკონკრეტებს, რომ ზუსტად იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ჩააწერინა ტექსტში, ივანიშვილის ტექსტში, ის ფრაზა, ხო, ცოდი სიტყვა. ქვას მე ვინ არის? არ ამბობს. ოღონდ რატო არ ამბობს ვერ გავიგე. მოდი ესე ვთქვა, სხვა შორის ივანიშვილი რომ ამ ტექსტს წერდა, მაშინ არც ერთი მისი ეხანდელი გარემოცვის წევრი მასთან არ იმყოფებოდა. ეს მტკიცებით ფორმაში მაინც ნუიტო. არა, სხვა რამეს მომბობ. ახლანდელი გარემოცვა უმრავლესობა არ იყო, მაგრამ რაღაც ნაწილი სტოში იქნებოდა ტექსტი ხო ვიღაცა ხო მიეხმარა დაწერაში. ხო და ვინც ეხლა მრჩეველთა საბჭოშია, ისინი არ იყვნენ თქო რა. და ნუ თამას შოშიაშვილი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი გამჭვირვალე დოკუმენტია ის იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამ ბიუჯეტის გაუმჭირვალეობაზე საუბრობს და საოცარ თანხებზე, რომელიც მხოლოდ გასართობი ღონისძიებებისთვის არის გამოყოფილი. ეს ბოლო ინფორმაცია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე ანონსში გითხარით, არის ქალბატონი ნინელი ჭაკვეტაძე, ძალიან ცნობილი მსახიობი, თავის სამოქალაქო პოზიციით ცნობილი ადამიანი, რომელიც ახლა ცოტა ხანში ამოვა სტუდიაში და ვისაუბრებთ მასთან. არ გადარჩეთ, დარჩით მაინც დროს. გადაცემა სუბიექტური აზრი ქალბატონ ნინელი ჭაკვეტაძესთან ერთად გიბრუნდებათ. მადლობა ქალბატონ ნინელი სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ყველა. ანუ კარგად, ხო? იმედიანად. აი ახლა ამ ბოლო დროს იმედიანად ხარ. ყოველ დროს იმედიანად. მე ვარ ოპტიმისტი ადამიანი. თქვენი იმედები? რა საკვირველია? რას ფიქრობთ, აბა? გვეშველება? ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად ხართ ქალბატონ ნინელი ჩაბმული ყველა იმ საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც ქვეყანაში ანტისახელისუფლებო იყო, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში თქვენი იმედები უკავშირდება ანტისახელისუფლებოში არა ვარ ჩაბმული. ხალხისთვის. იცით მე ყოველთვის როცა მეუბნები რა, აი პოლიტიკაში როგორ პოლიტიკაში არა, მე ვარ მოქალაქე და ჩემი ვალია რომ მე ყველა მოვლენის მიმართ მქონდეს ჩემი პოზიცია და რადგან შემოქმედი ადამიანი ვარ, თავისუფლად დავაფიქსირო. ამას ვაკეთებდი იმ საზიზღარი რეჟიმის დროსაც, ყოველთვის მქონდა ჩემი ხმა. რომელი რეჟიმი? კომუნიზმის. კომუნიზმის რეჟიმის დროს, რომელიც მეგონა რომ არასოდეს არ დამთავრდებოდა. ასე ვფიქრობდით მაშინ ყველა რომ ამას არ მოეღება, მაგრამ დამთავრდა და ამიტომ მე ვიცი რომ ყველა რეჟიმი ადრე თუ გვიან დამთავრდება.
აქვს საერთო სააკაშვილის რეჟიმს და ბევრი კომპოზიციას. რამე აქვს. ეხლა როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამე აქვს, ძალიან. იმიტომ რომ მაშინაც იდევნებოდა თავისუფალი აზრი, ოღონდ ესე სასტიკად არა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა უფრო მეტი თავისუფალი სივრცე იყო მოჩვენებითი მაინც დარჩენილი და ეხლა მოჩვენებითიც აღარ არის დარჩენილი. საკმარისია განსხვავებული აზრი კონდეს და იმ წამსვე მტერი ხდები ამ ქვეყნის და აუცილებლად უნდა ჩაიქოლო. გაბალონიერი, მოდი დავიწყოთ იცით, ყველას უსვამ ხელოვნების მოღვაწეს, ვისაც ხელოვნებასთან შეხება აქვს. ამ შეკითხვას და თქვენც მინდა დაგისვათ. აი იყო კომუნისტური წარსული, ბნელი, შავბნელი. ხო. რომელიც მე ასეთი მძიმე არ მეჩვენება, იმიტომ ვიყავი ახალგაზრდა. მყავდა, არა, მაგიტომ არა. იყო ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტობის წლები დაკავშირებული არაჩვეულებრივ პროფესიონალ ადამიანებთან. თეატრალური ინსტიტუტი მაქვს ამ შემთხვევაში, სადაც მე ვსწავლობდი და არაჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იყო, არაჩვეულებრივი საშუალება ჰქონდა ადამიანს თავის მაგრამ მე გეტყვით რომ მაშინ მე ვთამაშობდი ბაკულას ღორებს და ეხლა რომელიმე რამე ფრაზა რო გითხრათ იქიდან დღესაც არის ხო შეიძლება დღესაც არა წაკითხული არ არის ეს არის ბატონ მიშას სპექტაკლი ბაკულას ღორის ინსცენირება მუშაობდნენ მასზე კიდე სხვა რეჟისორები ნუგზარ ბაგრატიონი ცოტნე ნაკაშიძე მაგრამ იცი რა მოხდა როცა მესამე კურსის საკურსო სპექტაკლია ჩვენ როცა კიევში ქონდა გასტროლები გვიცავდა ცხენოსანი პოლიცია თუ მილიცია აჟიოტაჟი იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ის რასაც ჩვენ სცენიდან ვლაპარაკობდით მათთვის იყო ყოვლად წარმოუდგენელი მე იმას კი არ ვამბობ რომ ეზოპესენით ვინმე არ ახერხებდა საუბარს მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა ეხლა მაგაზე ნუ ვიდავებთ რომ არა არ ვიდევ როგორ იდეოლოგიზებული იყო როგორც კულტურა ისე სწავლა-განათლება ფრიანად ადამიანი მაგრამ მე რაც გითხარით იგივეს გამო ჰაერი მეტი იყო თქო ვიდრე დღეს კი მე მამაზე არ დავ მე არ მახსოვს კარგად კომუნისტების მაგრამ შეავარდნაძის დროს რომ გაძლებით მეტი ჰაერი იყო როგორც თქვენ ამაში ამაზეც არ ვიდეო კარგზე არ ვლაპარაკობთ მაგრამ რაც გააკეთა სააკაშვილმა ხო დაამხო ესე იგი მერთებს ჭალებში ბრძოლა გამოუცხადა ანუ დაამხო რაღაც კულტურული კერპები რაღაც ჩარეცხა ვიღაცეები თქვა რომ ეს ხო წითელი ინტელიგენცია ასე შემდეგ და ანუ ვერ შექმნა ახალი ფაქტია რომ სტურუას ვერ დაუპირისპირდა იმ დონის რეჟისორი რომელიც შეძლებდა ამ კლიშეების შეტრიალებას მაგრამ რაღაცეები იყო შესაძლებელი? როგორ არა, როგორ არის კლიშეები, რაღაცეები, ადამიანები, გამოსაცვლელები იყო? როგორ არის? ანუ საზოგადოების ხარდაჭერას არ ვიტყვი, მაგრამ აი ეს ამდენად რომ მიუშვით ჩვენ მიშა. დიახ. იმის ბრალიც ხომ არა ის რომ გარკვეულწილად ან თავიდან სწორად ქმედებდა. სწორი იდეოლოგიას აღწევდა რომ რაღაცები არის შესაძლებელი. იცით რა, სიტყვით აღწევდა, თორემ მე როგორც საქმით გამოვიდა, აბსოლუტურად საპირისპირო რამ გააკეთა. ჩვენ სწორედ მისმა სიტყვა მოგხიბლა და მოგვაჯადოვა, იმიტომ რომ ჩვენ მე მაგალითად პირადად მოდი ყველაზე არ ვილაპარაკებ, მე არ მიყვარს სხვების მაგივრად ლაპარაკი. ხარს უჭერდი, მე იმ მოედანზე ვიყავი, შევარდნის დროს არა, მაგრამ თვითონ იმ მოედანზე გახდით სწორედ იმ დღეს. მე ჩემი ასე ვთქვათ ნაფლულის ქორწილი იყო და იქ აღმოჩნდი ასე ვთქვათ იქით უკვე მონაწილეობა რა განვითარდა ეს მოვლენები იქ არ მიმიღია მაგრამ მე ვიყავი ძალიან ბედნიერი აჟიტირებული იმ მომენტში იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მჯეროდა რომ მოდის ახალგაზრდების გუნდი რომელიც არ იქნება ფულისტი, სკამისტი, კარიერისტი და რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესი, ამ ქვეყნის რაღაც სახელმწიფო ჩამოყალიბება, წინწასვლა, თავისუფალი აზრი, თავისუფალი სასამართლო, რითაც მოვიდა სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილი, თქვენ გახსოვთ, მან ესეთი დადებითი შეფასებები აქედანაც დაიმსახურა და მისმა გუნდმა. მე მჯეროდა რომ მართლა ეს ადამიანები მოდიან რომ ეს გააკეთონ. მაგრამ ძალიან მალევე აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. ეს გუნდი ჩაიკეტა თავის ვიწრო წრეში. დაიჯერა რომ თვითონ მოვიდა, თვითონ დაიმსახურა და რაც თავარია მემკვიდრეობით ერგო, მე ასეთი შტაბის-ღლება დამჭა. და დაავიწყდა იმ წამსვე რომ ხელისუფლება მოსულია, მე ისი იმედიც მქონდა რომ ძლივს გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ამ ქვეყანაში იმ საზოგადოებისთვის მისი კეთილდღეობისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩაიკეტნენ და დაიწყეს ზრუნვა თავის კეთილდღეობას. კაბნინელი, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ხოლმე ამბობენ იმას, რომ აი მსახიობები, თქო, ინტელიგენციის წარმომადგენლები, შემოქმედებითი ადამიანები, მათ ჯობია საკუთარი საქმე აკეთონ. პოლიტიკას მივხედავთ ჩვენ პოლიტიკოსები. ანუ რეალურად თქვენ რამდენიმე წელია აქტიურად ხართ კიდევ ერთხელ ვამბობ საზოგადოებრივ მოძრაობაში. რეალურად შეუძლია თუ არა ინტელიგენციას რაიმის შეცვლა. ეს როცა ხელისუფლებას არ
უნდა ამ ცვლილების მარტო განხორციელება. ინტელიგენციაზე ნუ ვილაპარაკებ, ჩვენ ვილაპარაკოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც დღესაც არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამ ხელისუფლების ასე იგი ხელში ძალიან ძნელი იქნება, რომ ის მან მთელი თავისი ძალით ისუნთქოს. სწორედ ალბათ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ჩემი ასე ვთქვათ რაღაცა წვლილი მინდა სწორედ იმაში შევიტანო, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომლის პულსზეც ეჭირება ნებისმიერ ხელისუფლებას გვარებზე დასახელები არ მაინტერესებს. საერთოდ არ მინდა ვიცოდე ხელისუფლებაში არც ერთი გვარი, არც ერთი მინისტრის სახელი, აი მე ასეთი დრო მინდა რომ მოვიდეს. უბრალოდ მე უნდა ვიცოდე, რომ როცა არჩევნები ჩატარდება, მე ვისაც მივეცი ხმა, ან უმრავლესობა მისცა ხმა, ნამდვილად ის ადამიანები მოხვდნენ ხელისუფლებაში და მე უბრალოდ მუდმივად უნდა ვაკონტროლებდე ხო არ დაავიწყდა რისთვის არის მოსული. აი ეს არის ფუნქცია. აი ამ აქტივობასთან ერთად თქვენ ახერხებთ საკუთარი საქმის გათებას. საკვირველია, მე ძალიან დაკავებული მსახიობი ვარ, ეხლა თქვენ ბერჯელ შეუმთავაზეთ მოსვლა, მაგრამ იმიტომ რომ მე აქტიურად მუშაობ და რაღაც პრემიერები მქონდა და სპექტაკლები ვერ მოვახერხე თქვენთან მოსვლა. რა საკვირველია, მუშაობ და ძალიან მინდა, იმიტომ რომ მე ეს საქმე ვიცი ძალიან კარგად. არანაირი ილუზია ჩემი თავის შესახებ, რომ ოდესმე სადმე იქ სადღაც ადგილი ვიპოვო. არანაირი სურვილი არ აქვს, რომ თქვენ არასდროს არ გინდათ თანამდებობაზე თქვენ თეატრი კარგად იცით. მეტნაკლებად, ეხლა ჩემი თეატრი ვიცი. არა, ზოგადად თეატრალური საქმე იცით კარგად. ჩემი პროფესია ვიცი. ხო, თქვენი პროფესია. მე მგონი ასე ვიცი. ექსპერიმენტ ჩავატაროთ შეიძლება. მაგალითად. აი მაგალითად მე გინდათ რომ ჯოხი ვითამაშო ან ესა ეწოდი გაკეთო. არა, სამოქალაქო პოზიციაზე ხარ. აი მაგალითად მე ვიცი ჟურნალისტიკა მეტნაკლებად, როგორც კი ბატონო. თქვენ იცით, მე 20 წელი ამ საქმეში ვარ და შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული კოლეგები რუსთავიორიდან, იმედიდან არიან მიყიდული ხელისუფლებას. ეს არის ხელისუფლების ტელევიზიები, გვარების და სახელების დასახელებაც შემიძლია და შემიძლია კონკრეტული ფაქტებით მოვყვეთ, რა დღეში არის ქართული მედია და ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია. ეხლა მინდა თქვენ გკითხოთ, შეგიძლიათ თქვენც ასევე რა გქონდა სამოქალაქო პოზიციაზე ლაპარაკობთ და ეს საქმე კარგად იცით. კონკრეტული გვარების, სახელების დასახელებით გითხრათ, რა პრობლემაა თეატრში, ან კულტურის ნებისმიერ სხვა სფეროში, მაგრამ თეატრი ახლა და ვინ ურევს აქ, რა ხდება არასწორად. თუ იქ ყველაფერი კარგად არის. არა, რა საქმეა. თუ თქვენ იტყვით, რომ ეს თქვენი კოლეგებია და ვერ იტყვი ვერაფერს. არა, ეხლა გვარები და სახელები სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ გვარებთან საერთოდ წყრალად ავარ, ესეც უნდა ვიცოდე. არა, ვერ ვიმახსოვრებ, აი დიდხანს რო გამოჩნდება, კუბლაშვილი დავიმახსოვრე. კი, რურუა ვიცი ეხლა, დავიმახსოვრე და ტელევიზორში პირიქით მე მინდა ის გითხრათ, რომ მე დამავიწყდა უკვე მსახიობები, სპორტსმენები, მეცნიერები, ეხლა პოლიტიკოსები ძალიან კარგად ვიცი, მათი ცოლებიან, დედიან, ბუდიან, ძალიან ხშირად არის. გონია რომ თეატრი არის იდეოლოგიზებული, მეტნაკლებად ზოგიერთი და არის ხელისუფლების დაკვეთა სასული. არა, მე ვერ დაგეთანხმებთ. არა, აქ კარგად არის საქმე. არა, კარგად არ არის. სხვა რამეს გეუბნებით. თუ მაშინ რამე კონკრეტულზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ არის შეკვეთა თეატრი და უშუალოდ არ ვიცი. მე მგონია, რომ იქ არის ძალიან ბევრი სააკაშვილის მომხრე ადამიანი. მე ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაკვეთაა და რო თამაშობენ დაუშვათ იმას, რა ქვია, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს ან პიგმალიონს, იქ დაკვეთაა, რომ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ეს ადამიანები გარკვეულად შეზღუდულები არიან. შალვა, მოდი განვასხვაოთ. სამოქალაქო პოზიციის კი ბატონო, გეთანხმებით. ეს აბსოლუტურად გავმიჯნოთ. თეატრის პრობლემა არის უნიჭო ადამიანები, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, იმიტომ რომ ძირითადად თუ რამე პრობლემა თეატრში ხდება, ეს არის შეუმდგარი, არარეალიზებული უნიჭო ადამიანების ამბავი. ანუ სააკაშვილი ხელისუფლება აწინაურებდა თეატრში უნიჭო ადამიანებს. მე რაღაც ეგეთი პოზიცია არ მახსოვს. ჩემ თეატრში ყოსნოში ასეთი რამე არა. იმიტომ რომ ეს რო ასე იყო შალვა მომისმინე, მე მაგალითად უკვე ჩემი ადგილი რომელიმე ხათუნას პარლამენტიდან ან იმიდან ხელისუფლებიდან ჩემი ადგილი უნდა ეჭიროს. მაშინ ეს საბოლოოდ გავდუმი, ეს თეატრში სააკაშვილის დროს არაფერი არ გაფუჭებულა, ხო? არა, გაფუჭდა ბევრი რამე. მართველობის სისტემა. მაინც როგორ? ის რომ მაგალითად აი ეს ამ პერიოდში შემოვიდა ესეთი მართველობის სისტემა, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თეატრი მართოს და მე ამის მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. კონკრეტულად თეატრსაც ესეთი არის. ყველას მართველი ყავს? სუდზე არ არის. სუდზე არ არის. თვითონ კანონმდებლობით დაშვებულია თეატრში ნებისმიერმა ადამიანმა არაკომპეტენტური ხალხი. ხო, შეიძლება გითხრათ, რომელ თეატრს ყავს არაკომპეტენტური მართველი? არაკომპეტენტური. დიახ, აი ნუ ცუდი, რა ვიცი, რაღაც ჩვენ ხო კონკრეტულ ფაქტებზე გვინდა ვილაპარაკოთ. სამოქალაქო პოზიცია ხო ეს არის, რომ აი ეს ადამიანი ჩემი აზრით არ არის კარგი. თქვენ ახლა თუ იმისთვის მომიწვიეთ, რომ მე რომელიმე გვარები თქვა, იცით 4 თეატრია თბილისში თუ 5, ხო? და ყველა ვისაც აკეთებს, რასაც აკეთებს, თქვენ თუ იმ თეატრში არ ახართ მიბრძანებული და არ გინახავთ სპექტაკლი, ვერ ვიტყვით ახლა ცუდი მართლობაა თუ კარგი მართლობაა. მე არა, ხალხი უსმენს, რომელიც დადის.
ხო და აბა მითხარით მარჯანიშვილის თეატრი გადატენილია, იმის თეატრი, რა ქვია, თავისუფალი თეატრი მუშაობს ისე რომ ანშლაგი აქვს, რის მიხედვით საზღვრავთ? არ ვიცი, თქვენ როგორც თეატრის სპეციალისტი იმის გიკითხებით. მე ანალოგია გავაკეთე. მოდი, გადაჭედილობის თვალსაზრისით ნუ შევხედავთ. ჟურნალისტური რაღაც ხიკი მიხმარე. მე ვთქვი რომ მედიაში შემიძლია მე დავასახელო ძალიან კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი კონკრეტული პრობლემები. დიახ. და ეს ჩემი სამოქალაქო პოზიცია. თეატრი მე არ ვიცი. შესაბამისად, ამიტომ გითხეთ, კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მმართველები, პრობლემებს თუ ეს რაც მოიფიქრეს თეატრის გარშემო, ეს ეხება შრომით კანონს, სადაც მე მაგალითად ერთ-ერთმა მმართველმა ის მმართველი აღარ აყვავს, სწორედ იმ ნიშნის მიხედვით რომ არ იყო მმართველი, იმიტომ აღარ არის განთავისუფლებული, ახლა სხვა მმართველი ყავს, პირდაპირ ჩამიწერა რომ ესე იგი მე ესე იგი ვალდებული ვარ, ის არის დამქირავებელი და მე ვარ რაღაცა, არ ვიცი რა ქვია, დაქირავებული. და რასაც მეტყვის და როგორც გააკეთებს, ისე უნდა მოვიქცე. მე ეს არ მიმაჩნია სწორად, თვითონ შრომის კანონში ანუ ეს კონტრაქტი არ არის სწორი, ხო? არ არის რასაკვირველია. ამ მსახიობს სხვანაირი კონტრაქტი. რასაკვირველია, უნდა კონდეს სხვანაირი და ყველა მსახიობს კიდე სხვადასხვანაირი უნდა კონდეს. ანუ აი ესეთი პრობლემები ბევრია. მართვის სისტემაშია ბევრი შეცდომები დაშვებული, თეატრი არ შეიძლება ესე იმართებოდეს. აქ ამ წუთას გვარებზე და სახელებზე კი არ არის ლაპარაკი. ვინ არის ამ სისტემის ხო, ეხლა მაგდენი მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ანუ ეს იყო მანამდე ვიდრე რო გახდებოდა კულტურის მინისტრი. მე ვფიქრობ, რომ ეს მანამდე რაღაცა ჯგუფი ამაზე მუშაობდა, მაგრამ ეს თვალნათლივ და საქმეში შევიდა ეხლა. ხალხინელი, მე წეღანაც გითხარით და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მაგალითად ისე როგორც ადამიანს, რომელსაც მე ძალიან მიყვარს თეატრი, ბევრი ადამიანი სპექტაკლზე დღეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სპექტაკლი შედგა. იმიტომ ვთქვი, რომ უნიჭობა არის ყოველთვის, ესე იგი, უნიჭობა არის ყველაზე დიდი საშინელება თეატრის. ხდება ეს დღეს ქართულ თეატრში. როგორ არ ხდება? აი, ამას გეკითხებოდა სწორედ შალვა. არა, რომ ეკითხებოდა, მომისმენთ, ეს კიდე შემოქმედებითი მხარე. ეს კიდე სულ სხვა პრობლემა, ამას ჩვენ ახლა ამასთვის არც 9 საათი გვეყოფა და არც 2 საათი. აქ არის ლაპარაკი სკოლის დაკარგვაზე, სწავლების მეთოდზე, იმ ადამიანებზე, ვინც უნდა ასწავლოს. აი ამაზეა ყველაფერზე და ეს ცალკე არ არის. არის თუ არა ეს იდეალებზეც, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თეატრი არის, თქვათ, კონკრეტული ხელისუფლების იდეოლოგიას ემსახურება, ანუ გვაქვს თუ არა ჩვენ საქმე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში აი ამასთან პირდაპირ ვეჯახებით. განვარცხობ კომუნისტების დროს თქვენ სახსენეთ ბაკულას ღორები, ვის ყვარყვარე თუთაბერი, ვიცით, სწორედ ეზოპესენით მაშინ სხვანაირად არ შეიძლება. იგავად ქარაგმულად ნათქვამი. ხანდახან პირდაპირ გასაგებია ხო. შევარდნაძეს მაშინ ალბათ ესე შევარდნაძე ესე უხეშად არ არის. ეს საზღარი თეატრი იქნებოდა, ეხლა ჩვენ გვარები და სახელები დავასახელებ. მაგრამ იყო სპექტაკლები, იყო სპექტაკლები. სადაც თქვენ ფიქრობდით, რომ ეს ალბათ შევარდნაძე თორე შევარდნაძის დროსაც. ჩვენ გვახსოვს ესეთი დადგმები, ჯინსების თაობა დაიდგა მერია რომ სველია, სადაც ეპოქის იმდროინდელი ეპოქის გულისტკივილი სოციალური პრობლემები. ხო, მაგრამ შევარდნაძე მე ძალიან ჟორს ვარ აზრისგან, რომ რაღაცნაირად თითქოს ცდილობდა შეეზღუდა. არა, ამაზე არ არის, სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. ეხლა მე შეიძლება არა ვარ კარგად ჩახედული, მაგრამ ბევრ ახალ თეატრში აი ესეთი გახმაურებული სპექტაკლი რომ ეს არის აი ამ ყოფაზე ესეთ გადასტურვას დადგმებისა. მე არ გამიგია, შეიძლება არის ესეთ თქვენ მითხარით. ეს ხომ არ არის გამოძახილი იმის რომ კი ბატონო არ არის ცენზორი, შოლტით არ დგას, არა, რურუ არ დგას და სპექტაკლებს არ უყურებს და მაგრამ იციან რომ თუ რაღაცა ისეთი დაიდგა, დაფინანსებას არ მისცემენ და თვითცენზურა ნიშნავს. არ ამგონია. მე მაგალითად ჩემ თეატრში ეგეთ რაღაცას ვერ გზნობ, რაც ვერც მასალაში მე არ მახსოვს არც ერთი განხილვა მასალის, რომ აი თქვას, რომ იცი რა ეს საშიშიათ ამაზე არ შეიძლება თქმა და პირიქით, რასაც ვთამაშობთ, მაგალითად ხაზგასმით მაყურებელი რომ მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ბაკულას ეხლა რატო დავიჩემეს ბაკულა, რომ 30 წელი ვთამაშობდა, ძალიან საინტერესო იყო, რომ ვინც მოდიოდა ასეთი მმართველი, ჩინოვნიკი, უსახური, ის პრობლემები რაც დღეს არის, ეს დღევანდელი პრობლემები არ არის. სამწუხაროდ ყველა ხელისუფლებაშია და მე გაცილებით უფრო მომწონს, როცა სპექტაკლი ზოგადია და ზოგადად ეხება ყველა ასეთ ადამიანს, ვიდრე კონკრეტულად მინიშნებით, რომ უი, აი, ეს არის ის და ეს არის ეს ჩემთვის რაღაცა უფრო დაბალია. ეს არის, თუმცა პოლიტიკური თეატრის არსებობის უფლება აქვს და შეიძლება ეს ჟანრი ვიღაცას მოწონს. არა, მთლიანად არა, შეიძლება რამე სპექტაკლი იყოს, თორე ესე რომ ეს სხვა თემაა. მე
მაგალითად ამ ხრივ პრობლემა მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. აი ეს მინდა გეტყვი, რამდენი ნინელი ჭანკვეთაძეა დარჩენილი ქართულ თეატრში, რომ ნუ სამივე შევთანხმდით მე მგონი იმაზე, რომ სააკაშვილი ცდილობს მეტნაკლებად და ხელისუფლება რომ თეატრი ამუშაოს საკუთარ იდეოლოგიაზე. აი რამდენი ნინელი ჭანკვეთაძეა? ამაზე მეტყველებს. კი, რამდენი ნინელი ჭანკვეთაძეა ქართულ თეატრში, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა ყველაფერს. ვიცი, არ მგონია რომ მარტო ვარ. მე ესეთ შეგრძნება არ მაქვს. შეიძლება და სხვათა შორის ეს ტურვაც კი ვერ შევინარჩუნეთ ქალბატონი ნინელი. მე მგონი პირიქით, იცით რა, მე მგონი პირიქით მე ვფიქრობ რომ ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი ბატონ რობიკოსი და ის როგორი ნიჭიერი ხელოვანიც არის, მან ისე ზუსტად ნიჭიერად გააკეთა ეს ყველაფერი. დატოვებაზე არ არის. მან მოუგო მთლიანად ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომ მან მოახდინა შეშინებული საზოგადოების კონსოლიდაცია იმ მაყურებლის, ვისაც უყვარს ბატონი რობიკო და ვინც ჩათვალა რომ ეს უსამართლოა და იმ ჩემ წრეში, სადაც დაუშვა დარწმუნებულია რომ ბატონ რობიკოს მომხრე და მოსიყვარულე ბევრი შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო რიგი მიზეზების გამო, იმიტომ ეს შემოქმედებაა და აქ არსებობს რაღაც ადამიანური რაღაცეები და შეიძლებოდა რომ ესეთი პირადად ბატონ რობიკოს მიმართ ვიღაცას წყენა ქონოდა, მაგრამ მოხდა აბსოლუტური გაერთიანება როგორც თეატრალური სფეროსი, ისე მისი მაყურებლის. და მე ვფიქრობ ეს დიდი გამარჯვებაა, როცა ადამიანები აფიქსირებენ აი ამას თავის დამოკიდებულებას და მე მაგალითად პრობლემა თვითონ თეატრალურ სფეროში ამათი ჩარევის არ მეჩვენება, იმიტომ რომ არიციან რაში ჩაერიონ. თეატრი არიციან ამათ. აი ეს ყველაზე დიდი პრეტენზია რო იციან. არც პრეტენზია არ აქვს და საერთოდ არ აინტერესებთ. აი მოდით გადარჩით ეს იგი რაღაც გადავრჩით. მე ამას ვამბობ, თორე უკვე ჩანაცვლებული ვიქნებოდით, ხო ვინმეთი? უბრალოდ ეს მოხდა ისე, რომ ამ ხელისუფალს და შესაბამისად თუ მას არ აინტერესებს, ესე იგი მის გარემოცვასაც თეატრი არ აინტერესებს და ამ შემთხვევაში თეატრი ამ ცენზურისგან გადარჩა, იმიტომ რომ უბრალოდ უკაცრავად არ აინტერესებს, სხვა სიტყვა რა. მე ხვდები რატომაც ხდება, იმიტომ რომ მან დათვალა უბრალოდ სკალარული სიდიდეა, დათვალა რამდენი შეიძლება და მასებზე ზეგავლენ არა და ტელევიზია და კინო გაწრებული. რასაკვირველი უფრო მოსახერხებელია. პრობლემა სხვა არის. მე მაგალითად მიმაჩნია რომ შემოქმედმა ადამიანი უფრო გამართული უნდა იყოს, უფრო პრინციპული უნდა იყოს და არ უნდა ეშინოდეს თავისი პოზიციის დაფიქსირება. აი ეს უკვე სხვა პრობლემაა. კამნინელი, არაფერ შემიძლია გკითხოთ რა, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა იღებდა ხელზე დახმარებას, ან ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ბიზნე ივანიშვილი არა მარტო მსახიობებს, ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა. აღმოჩნდა რომ თითქმის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც საუბარი მიდგა იმაზე, რომ ბიზნე ივანიშვილისთვის დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან ბევრმა მათგანმა ხმა ვერ ამოიღო. დიახ. არის ეს მორალური პრობლემა, თქვა, თლიანი საზოგადოების თუ შეიძლება მაინც ინდივიდებამდე დავიდეთ? საზოგადოების ერთი მხრივ ის რომ ძალიან დიდი შიშია გამეფებული, ამას ნუ ვარყოფთ, იმიტომ რომ მე მოვისმენი არ ვიცნობ, კახეთში მოხდა მე მგონი თქვენი სიუჟეტიდან თუ იმიდან კაცმა რომ ამოიღო ხმა ივანიშვილზე და თვითონაც გაანთავისუფლეს, ცოლიც მიაყოლეს, ბავშვიც მიაყოლეს, ხო? ანუ ეს რეალობაა და ეს უნდა აღნიშნოთ, რომ ეს შიში არსებობს. და რასაკვირველია პიროვნებების, იმიტომ რომ თქვენ რაც ბრძანეთ იმ სიაში მე ბოლომდე არც წამეკითხა სიმართლე გითხრათ, მე ჩემ თეატრში ვინ რას იღებს, ისიც არ მაინტერესებს და არასოდეს არ დამისვა შეკითხვა, რომ ანის რატო იღებს, ან მე ამდენს რატო ვიღებ, ანის რატო იღებს, ესეთი მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი და ერთიც კიდე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამ ადამიანის ფული და მე მომისმენია შეკითხვა იმას რატო მიცა, ამას რატო მიცა. ეს არის მისი თანხა და ის მთელი გული და სულით ვისაც უნდა და რამდენსაც უნდა იმდენს მისცემს. ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის სახელმწიფო, სადაც რაღაცა უნდა იყოს. ხო, თუმცა აქაც მოხდა ისე, რომ გამოიყენა ქართულ ჯგუფმა დაუშვათ მსახიობებისთვის, რომ აი რაღაც დამატება ყოფილიყო, გამოიყენა იგივე ის დამსახურებები თუ სახალხოები, იმიტომ რომ თვითონ რადგან ზუსტად არიციან ვინ რას წარმოადგენს, მაინც ესეც მოიშველია და ამის მიხედვითაც დაუშვათ იყო ეს თანხები განაწილებული. მაგრამ ის რომ ვის რამდენი ეს მაგრამ კიდევ ერთხელ იგივე თემას უბრუნდები. შემოქმედი ადამიანები, გამოჩენილი მეცნიერები, ვისაც ის აფინანსებს და ასე შემდეგ ადამიანებისთვის ეს უკვე პიროვნული პრობლემაა, როცა მათ ეშინიათ თუნდაც მადლიერების გამო. მეორე მხარესაც შევხედოთ. აი ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნე ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული ეს ჟესტი იყო მისი პოლიტიკური დივიდენდი.
მე მგონი ეს ტყუილია თავიდან ბოლომდე. და მე რაღაც ინტერვიუში არ მომეწონა ძალიან მის ფიქრია ჩიხრაძის გამოსვლა, სადაც მან ზუსტად ეს გამოიყენა თქვენაც ბრძანეთ, დაიჭირა ეს გაზეთი და თქვა, რომ აი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენო, როგორ იყიდა ბიძინა. ნუ რაღაც მიახლოებით ესე შეიძლება არ მინდა რომ დავამახინჯე, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ფიქრიას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არაკორექტული გამოსვლა იყო სულ ცოტა, რასაც ვამბობ. იმიტომ რომ არასოდეს ივანიშვილს მე ალბათ ერთი 10 წელია ამ თანხას ვღებულობ, ეს მე ჰაერებით მჭირდება ეს თანხა და მაქვს ისეთი პრობლემა, რომელსაც ეს თანხა მე მიმსუბუქებს და რო არ იყოს, შეიძლება კარავის გაშლა მომიწიოს სადღაც ქუჩაში. ანუ მაქვს ესეთი პრობლემა. და მადლიერია სულ ყველგან ვამბობ, ამ ადამიანს არც სახეზე ვიცნობდი არასოდეს. სულ მინდოდა რომ რაღაც მადლობა მეთქვა ჩემი ოჯახის სახელით, რომ მან აი ესეთ დროს რაღაც ესეთი დახმარება მარტო პირადად მე კი არა, მაგრამ ნუ თეატრში ეს რა უნდა ეკნათ იმ ადამიანებს? თქვა მე ვარ მსახიობი, რომელსაც ბიზნა ივანიშვილი მაძლევდა ამ დახმარებას, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში არ ვიზიარებ მის პოლიტიკურ შეხედულებას, მაგრამ როგორც ქველმოქმედი ადამიანის მადლიერება გამოიხატა, მეტი არაფერი. ვთქვათ რომ უსამართლოდ არ მეტი არაფერი, ეს ხო ძალიან სამართლიანი პოზიცია, რომ ადამიანს უსამართლოდ ართმევენ, ანუ მინიმუმ მოქალაქეობის აღდგენაზე ხელი უნდა მოეწია. მე ვფიქრობ, რომ ამაზე აქ ორი აზრი არ არსებობს, ეს ესეთი მარტივი თემაა და ძალიან მიკვირს ეს უკვე მართლა პიროვნული პრობლემაა, რომ ასეთ რაღაცას ვერ აკეთებენ, თორე აქ არ არის ლაპარაკი, რომ ეხლა მაინც და მაინც არჩევნები რო იქნება, მე ვალდებული ვარ, რომ ბატონ ბიძინას ხმა მივცე. არა ვარ ვალდებული, გამოდის რომ რომ არ იყოს რომელიმე კერძო პირის დახმარება ამ შემთხვევაში ივანიშვილის თეატრი ვერ იარსებებდა, ხო? ანუ ძალიან უტრირება რომ გავაკეთოთ ბიზნესი. ძალიან გაუჭირდებოდა. არსებობს ქართულთია? რასაკვირველია, არა მარტო ქართულთიაც. ხო, ქართულთია ლაპარაკობ. იქ არიან მეცნიერები და ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერები, ექიმები, ნუ სხვადასხვა სფეროა. ეს თქვენ მოგიწევდათ თუ არა სხვა საქმით დაკავება ბიზნა ივანიშვილის? და მე მიწევდა სხვა საქმით დაკავება, ეხლა ამ თემაზე მე არ ვლაპარაკობ და არ მიყვარს ლაპარაკი. უბრალოდ განვარცობთ, მაგრამ ხო, რასაკვირველია, სხვა არაფერი არ შემიძლია სამწუხაროდ. ეხლა მე რო რაღაცა სხვა შემეძლოს, ალბათ, ეხლა ჩემი შვილის გამო, როცა ჩემი შვილი არ არსებობდა, მე და ჩემი მეუღლე ძალიან თავისუფლად და ლაღად ვიყავთ, რაც კონდა, ის ჩვენთვის იყო იმაზე მეტი, ვიდრე გვეკუთვნოდა, ასე ვთქვათ, ესე რომ ვთქვა. და როცა იყო კინო კიდე. იცი რა, კი როგორ არ იყო, კინო იყო, გახმოვანება იყო, გახმოვანება სერიოზული შემოსავალი იყო, რომელიც არ არსებობს დღეს. არ არსებობს პრაქტიკულად პროფესიონალური მსახიობის გასახმოვანებელი არ არსებობს. დუბლაჟი იყო, რომელიც მუშაობდა აქტიურად, კინოც იყო. ეხლა აი მე ისე ვიქავა, რომ მაგალითად მსახიობი თენგიზ არჩვაძე გინესის წიგნშია, იცით, შესაყვანი 100 მთავარი როლი, ესეთი რამე არ არსებობს. მთავარ როლზე მაქვს ლაპარაკი. და წესით გო მე სულ ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა ისე დღეში უნდა იყოს, რომ მე არავისი დახმარება არ უნდა მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან. რასაკვირველია, მე იმდენს მუშაობ, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ არავიზე ნაკლებს არ ვაკეთებ. თეატრში ბილეთს ძვირს ვერ დაადებ, როგორც უცხოეთში. გასაგებია, მაგრამ ეს ბილეთი არსად ბილეთის საფასურად არ ცხოვრობენ ასად მსახიობები. არსად თითქმის არ. კომერციულ თეატრზე ბროდვეიზე და ძალიან ცოტა. მხოლოდ კომერციული, მაგრამ იმ მსახიობსაც იმდენს უხდიან. ხო რა თქმა უნდა. არა აქვს მნიშვნელობა გაიყიდება ბილეთი თუ არ გაიყიდება. არ არის ის სალაროზე დამოკიდებული. ხო, ანუ ეს სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი და მე ის დავუშვათ ის პრობლემები რაც მაქვს არ მექნებოდა სხვა ქვეყანაში, ან ჩემ ქვეყანაში რო იყოს მოწყობილი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ჯობია, რასაკვირველია, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს იმაზე, რომ თავის მოქალაქეებს არ დაჭირდეთ არავის დახმარება, მაგრამ იმაზე საყვედურს ნუეუბნებიან, თუ კი ადამიანი მთელი გულით და თანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთხელ მოხდა, რომ პირდაპირ ეთერში ზურა ყიფშიძემ მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ქონდა, არ უნდა გვეთქვა მადლობა, სახეზეც არ ვიცნობდით ადამიანს, ყველას გვინდოდა, რომ მადლობა გვეთქვა, მაგრამ ნუ აკრძალული ქონდა და ვერ მოითმინა და ზურამ თქვა, რომ დიდი მადლობა და ჩვენ ამაზე საყვედური მივიღეთ, რომ ძალიან გთხოვთ, მეორედ ეს არ განმეორდეს, ძალიან გთხოვთ, არ გვინდა სამადლობელი, არაფერი არ გჭირდა. აი თქვენ თქვით, რომ კარგი იქნება სახელმწიფო რო ზრუნავდეს, მაგრამ მოცემულ სინამდვილეში სახელმწიფო რომელიც მინიმუმ აკონტროლებს მსახიობის სამოქალაქო პოზიციას. ამ შემთხვევაში არჩევანის საშუალება რო ქონდეს მსახიობს. თქვა, ან სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი ის, რაც ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილის მხრიდან არის უზრუნველყოფილი, ან ვიღაც, ნუ ბიზნა ივანიშვილის მსგავსი პერსონა, ვინც ეხმარება მსახიობს. აი ამ შემთხვევაში არჩევანი ვის სასარგებლოდ შეიძლება? ვერ გეტყვით.
მაინც სახელმწიფოს სასარგებლოდ ნორმალურ პირობებში, იმიტომ რომ ჯობია რომ თეატრი შეინახოს სახელმწიფომ, რასაკვირველია, ვიდრე კერძო პირმა. თუმცა არიან ასეთი კერძო თეატრები, რომელსაც პირდაპირ კერძო პირი ინახავს და ეს სხვა მოდელია თეატრის. ანუ ამაში ახლა ვერ ავღრებთ, ეს არის აბსოლუტურად პროგრესიული თვალსაზრისით. ესეთი ვარიანტიც არის, ესეთი ვარიანტიც. მემარჯვენე მიდგომა არის. იცით რა, თუ მაგალითად ჩემი რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ კერძო პირის თეატრში ვარ და ის მაკონტროლებს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამაკონტროლებს. შემოქმედი უნდა იყოს თავისუფალი, კერძო პირთანაც და სახელმწიფოსთან. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთან ამისი დალაგება უფრო ადვილი უნდა იყოს ნორმალურ პირობებში. შენ სახელმწიფო უნდა გაძლევდეს შემოქმედ ადამიანს იმის საშუალებას, რომ ხელფას გიხდის იმისთვის კი არა, რომ მისი ენით ილაპარაკო ან მისთვის სასარგებლოდ ილაპარაკო. იხდის იმიტომ, რომ შენ სიამოვნებას ანიჭებ მაყურებელს და შენი ფუნქცია გაქვს შემაღლებულ ადგილზე გამოდიხარ და რაღაცა ძალიან საინტერესოს სულისთვის სასარგებლოს რაღაცას ეუბნები მას და არა იმისთვის, რომ ახმოვანებ მას. ხაბარნილი, აი ადრე ხო კომუნისტების შემდეგ კომუნისტების დროსაც საზოგადო მოღვაწეების ფენომენი არსებობდა, ეხლაც არის, მაგრამ მსახიობები, მწერლები, პოეტები ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა მასზე. ეს სხვათა შორის მე მახსოვს 2003 წელს რამაშიკვაძე გამოვიდა კურიერში და ეს იყო როგორი გარდატეხა, იცით რომ აი ჩვენ ვირწმუნეთ რომ რაღაც მართან ახლა ამაზმა ესეთ ბატონმა ესეთ რაღაც თქვა, მიშას მართლა იგებს, მიშა არა, ნუ შევარნაძე აგიხს. ხო. ისე მოხდა, რომ ჩემი აზრით, მე ეს ჩემი შთაბეჭდილება მაქვს, თქვენ მინდა გითხრათ, ნიველირდა ეს საზოგადო მოღვაწეთა გავლენა ხალხზე. ნიველირდა, ეს სულ ერთია ვიღაც სიტყვის, თუნდაც ყველაზე ღვაწლმოსილი ადამიანიც კი აღარ უსმენენ. ეს განგებ მოხდა თუ გაცვდა ეს ყველაფერი? არა, იმუშავა ძალიან ხელისუფლებამაც ერთი მხრივ და როგორ ჩანს ან იქნებ ყალბი ავტორიტეტები იყო ზოგიერთი. ზოგიერთი იყო ყალბი ავტორიტეტი და ადამიანი იცით რა, ეხლა ყველა ხელისუფლებაზე ერთი და იგივეს რო იტყვის, მე უკვე ჩემი დასკვნა უნდა მქონდეს თუ სულელი არა ვარ, არა? ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში კარგად გძნობდნენ თავს და იგრძნობენ კიდე, არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა, ისინი ყოველთვის კომფორტულად იქნებიან ნებისმიერ არის ესე იგი ნაწილი, ვინც ესე მოხდა მათ ილუსტრაცია და ადამიანი აღარ ენდობა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც დღესაც ენდობიან. შეიძლება ცოტანი არიან ეს ადამიანები, მაგრამ ვის სიტყვასაც მაგდათ მეუსმენ და მაინტერესებს. ქალბატონი ნაირა გელაშვილი რას ამბობს? იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრების წესით და ბევრი ესეთი ბატონი ვანოკი ღურაძე მაინტერესებს რას ამბობს, ძალიან ყურადღებით უსმენ და მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენ თანამოაზრები ვიყოთ რაღაც საქმეში. ანუ არიან ესეთი ადამიანები, ვინც თავისი მხოლოდ სიტყვით კი არა, იცით რა მოხდა? აი ფარისევლობის საშინელება ის არის, რომ დღეს ჩვენი პარლამენტარები და ხელისუფლება ისეთ რამეებს ლაპარაკობენ, რომ ხანდახან გინდა რომ ტაში შემოკრა უიმე მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვიცი ის სინამდვილეში რას აკეთებს და რა გაუკეთებია, ის ყველაფერი სიყალბეა უკვე. და რასაკვირველია ხდება, რომ ეს ადამიანი არის ფარისეველი, ყალბია თავიდან ბოლომდე და თავისი სკამის შესანარჩუნებლად, თავის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად აი ასე იქცევა. და არა მართლა ასე ფიქრობს. დიახ, რახან უნდობლობა შევეხეთ. ქალბატონინელი ბოლო პერიოდის აქტივობის გამო თქვენ თითქმის ოპოზიციის ყველა ლიდერის გაცნობა მოგიწიათ. მეტნაკლებად. ნაწილი აქედან გულწრფელად იბრძოდა, ნაწილი გაიყიდა, ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის საზოგადოება იმედგაცრუებული, ნდობა დაკარგული და ფაქტობრივად ნიჰილიზმით სავსე. აი, თქვენ თქვით ეთერში შესვლისას, რომ ამ შემთხვევაში ოპტიმისტი ხართ, იმედი გაქვთ. ეს იმედები მეტნაკლებად ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობ, მოკავშირდება ბიზნე ივანიშვილს. ანუ რა არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა იმისთვის, რომ ზუსტად ის უნდობლობა არ დაიმსახუროს საზოგადოებას. მარტივად ნდობა არ უნდა დაგვიკარგოს, მარტივად ერთი სიტყვით რო ვთქვა. ანუ იმედი არ უნდა გაუცროოს იმ ადამიანებს, ვისაც ეხლა აი ესეთი ნდობა აქვს, ვისი ნდობაც აქვს ასეთი. უნდა გაიმარჯოს. როგორ უნდა გაიმარჯოს, როდესაც მას ბრალსდებენ თუნდაც იმაში ბრწყალებში არა, აქ ჩვენ უნდა მივეხმაროთ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა აღმოჩნდეს ბრძენი, ჩვენ იმდენი გვეძახეს მგელი, რომ ეხლა სანამ ნამდვილად მგელს არ დავინახავთ, არ უნდა დავიჯეროთ ამ მგელის. აუცილებელი. არაფერი არ რასაკვირველია, უნდა პრინციპულები ვიყოთ. უნდა საქმიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებზე და არა იმაზე, ეხლა რა პიარს და რა სააგორებენ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბევრჯერ უქნია და ალბათ ეხლა
მათ ტვინებში უკვე მუშაობს ეს, რომ აბა ეხლა რა მოვიფიქროთ ახალი სქემა, რომ ამ ადამიანებს კიდე ბოლომდე აი ვაჩვენოთ და რაღაცა საშინელება დავმართოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ რა ჭირდება ამას? ერთობა თქვა პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციურ იცით სპექტრში. რა, ეს ერთობა ისე მიზღება უკვე ეს სიტყვა, იმიტომ რომ იმდენი ერთობა ვნახე, მე დანგრეული ხან ასე, ხან ისე და რაღაცნაირად იმედგაცრუებული ამ ერთობის ალბათ პრინციპულობა და რაღაცა აი მიზანმიმართულობა და ყველაზე მეტად რაც მე მაძლევს ამ იმედის საბაბს ეს არის რომ როგორც იქნა საზოგადოება თქვენ როგორ წარმოგედგინათ 1-2 წლის წინ როდის იყო მერის არჩევნები როდის იყო 2010-ში ანუ ერთი წელიწად ნახევრის წინ ხო თქვენ გახსოვთ რომ ქართული აკადემია სადაც წევრიცა ვარ მე და ბევრი ადამიანები როგორ ისე ვცდილობდით რომ დაგვერწმუნებინა ბევრი ადამიანი რომ აუცილებელი იყო არჩევნებში მონაწილეობა და მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება გადარჩეს ეს ქვეყანა იმიტომ რომ რევოლუციის დრო დამთავრდა და რევოლუციამ ჩვენ ნახეთ უკვე თვალნათლივ რომ კარგი არაფერი არ მოგვიტანა. მაშინ ეს აზრი გაყოფილი იყო ადამიანებს არ ჯეროდათ რომ შეიძლებოდა რომ არჩევნების ეხლა მე მგონი უფრო არჩევნებს ეხლა უფრო ხო ხედავთ უკვე შეიცვალა აბსოლუტურად გარემო დიდი მადლობა დიდი მადლობა ქალბატონი სტუდიაში სტუმრობისთვის ეს გახდათ ნინე ჯანგოდაძე მე და შალვა რამიშვილი კი ხვალამდე გემშვიდობებით 19:00-ზე მაესტროზე ჩართეთ და მე აღარ გადარჩეთ